მოგესალმებით საჯარო გაშლა თემით. გისურვებთ თუ არა ნეგატივს, უარყოფითს, ჩაფიქრებული ადამიანი. ნახეთ, ესეც როგორი საჯარო გაშლა უნდა იყოს ჩემოძრფასებო, როდესაც ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლებელი ადამიანი არ იყოს ბოლომდე გულწრფელი, ბოლომდე კეთილგანწყობილი, ხო, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ვიცით, რომ აშკარად არ არიან კეთილგანწყობილნი, ხო, აშკარად პრობლემა აქვს, რომ სუნთქავთ, ვარსებობთ. არა, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ისეთ ადამიანებზე, სადაც ეჭვი გვაქვს, რომ მაინც და მაინც არ არის კეთილი განწყობა თქვენთან მიმართებაში და მოდით გადავამოწმოთ ეს თქვენი ეჭვები და ვნახოთ. სამ ვარიანტად, პირველი ვარიანტი გისურვებთ თუ არა ნეგატივს ჩაფიქრებული ადამიანი, მეორე ვარიანტი გისურვებთ თუ არა ნეგატივს ჩაფიქრებული ადამიანი და მესამე ვარიანტი გისურვებთ თუ არა უარყოფითს და ნეგატივს ჩაფიქრებული ადამიანი. სამი ვარიანტი, პირველი ვარიანტი მთისბროლი, მეორე ვარიანტი გვექნება უნაკიტი და მესამე ვარიანტი გვექნება ლაბრადორი. ეხლა მინდა რომ ჩაიფიქროთ კონკრეტული ადამიანი, შეგიძლიათ სამივე ვარიანტი დააკავოთ, ორი ვარიანტი, ერთი ვარიანტი. თქვენი არჩევანია ყოველი ადამიანის სახის წარმოდგენის დროს, როდესაც გაახელთ თვალს, თქვენ აუცილებლად დაგეძახებთ ის კონკრეტული ვარიანტი, რომელიც მოგცემთ ინფორმაციას სწორს ამ კონკრეტულ შეკითხვასთან დაკავშირებით. და მას შესადამე იმედია, ყველა მოერჩიეთ თქვენი ვარიანტები, მე გივიწყებ ვარიანტი პირველით, მთისბროლი. გისურვებთ თუ არა ნეგატივს და უარყოფითს ჩაფიქრებული ადამიანები. ნახეთ, ადამიანს შესაძლებელია არ შეუძლია თქვენთვის რაიმე ესეთი განსაკუთრებული ზიანის მოყენება, იმიტომ რომ მას ეს არ აძლევს საშუალებას, ხო, გარემოებები, სიტუაციები, შესაძლოა ადამიანი აქ იყენებდეს თქვენს კეთილგანწყობას, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ ადამიანთან მიმართებაში, იმიტომ რომ იცით როგორი ადამიანია, ახლა თუ არ შეუძლია რომ გადაგაბიჯოთ, იმიტომ რომ არ აქვს ამის საშუალება, არ აქვს ამის პოტენციალი, არ აძლევს საშუალებას გარკვეული გარემოებები, ხო? ეს ადამიანი ნამდვილად არ გიყურებთ კეთილი განწყობით, ხო? ნებისმიერ იმ სიტუაციაში თუ კი მიეცემა ადამიანს საშუალება, რომ გადაგიაროთ ეს ადამიანი, აუცილებლად გადაგივლით, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვაში ეძებს დამნაშავეს, რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობს და თქვენთან რას დემონსტრირებს, ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვაში ეძებს დამნაშავეს და არის აქ შურის ფაქტორი, რომ სხვებს გამოსდით კარგად ცხოვრება და მას ისე არ გამოსდის ცხოვრება, როგორც მას უნდა, ხო, ისე არ არის ყველაფერი. ასე რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის ერთგვარი ჩუმი ადამიანი, რომელიც ერთ რაღაცას გაჩვენებთ, მაგრამ მეორეს გრძნობს. და ის თუ ადამიანი ახლა თქვენ არაფერს განსაკუთრებულს არ გიშავებთ და არ გაწყენინებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას თითქოს არ აქვს ამის საშუალება, სადღაც უფლება, სადღაც რაღაცა აკავებს, ხო? რამდენად კეთილგანწყობილია ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. აი, ხუთიანების პენტაკლები. ადამიანი როგორ არის იცით, მარტო თქვენზე არ არის ესე. აი, ადამიანს ეხმარები, ადამიანს სიტყვაზე გვერდში უდგახარ, მაგრამ
იმის მაგერად რომ ადგეს იბრძოლოს რაღაც უფრო მეტი შეძლოს და მეტი მოინდომოს ამის მაგერად აი ამ თავის ნეგატივის და მუდმივი წუწუნის თუ უკმაყოფილების რეჟიმშია მიხვდით ხომ და ნახეთ ყველა მისი ვალდებულია და თუ კი ვიღაცა შეუტრიალდება და ეტყვის შემოდი რა აწიე ბულკები და გამოძრავ ერთი ადგილი ხო ყველაზე ცუდი და საშინელი ადამიანი ხდება ანუ იქამდე სანამ ადამიანები ამ ადამიანისთვის სასარგებლონი არიან ხო კი ნახეთ თავს დაგიქნევთ მადლობას გეტყვით მაგრამ შიგნიდან მუდმივად ექნება იმის განწყობა და იმის შეგრძნება რომ აი თქვენ გაგიმართლათ და იმას როგორ არ უმართლებს ხო როგორი ბევრი სიკეთეებიც არ უნდა გავუკეთოთ ამ ადამიანს ვინც აქ ჩაიფიქრეთ დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი იმედი ამოიცანით კონკრეტული ადამიანი მეორე ვარიანტი გისურვებთ თუ არა ნეგატივს ჩაფიქრებული ადამიანი იცით რა არის ეს ადამიანი რაღაცით გავს პირველ ვარიანტს მაგრამ უფრო რთულ ნაწილს შემიტომ რომ ეს არის ადამიანი პირველ ვარიანტში თუ აი ადამიანი მსხვერპლის როლშია და ეს ამ როლში კომფორტულად გრძნობს თავს აი მეორე ვარიანტი ცოტა სხვა ამბავია იმიტომ რომ ეს ადამიანი ზოგადად არც თუ ისე კარგი კარმით მოვიდა ამ სამყაროში ხვდებით ხომ ნახეთ რაც არ უნდა ბევრი რესურსი ჩადოთ, რაც არ უნდა ბევრი ენერგია ჩადოთ ადამიანში. ნახეთ, ნეგატივს კი არ გისურვებთ ეს ადამიანი, არამედ ეს არის დაკარგული ენერგია. მიხვდით ხო? დაკარგული დრო. თუნდაც ეს იყოს უბრალოდ რჩევები, ეს იყოს ფინანსური დახმარება, ეს იყოს ხარდაჭერა, ეს იყოს ნებისმიერი თქვათ თქვენი ჩართულობა ენერგეტიკული, ხო? რაც საბოლოო ჯამში მას მინუსებიდან არ მოიყვანს მარტივი მიზეზიდან გამომდინარე ადამიანს ძალიან მძიმე კარმა აქვს მოდი ასე ვთქვათ და მძიმე კარმული სცენარით არის მოსული და თავად სჭირდება რომ გამოხატოს უდიდესი ნებისყოფა და უდიდესი სურვილი იმისა, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს, ხო? ანუ ძალიან დიდი სულიერი ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს ადამიანმა, რისი შესაძლებლობაც ვფიქრობ, რომ ახლა მას არ აქვს და არც შესაძლებლობა და არც სურვილი არ აქვს და ნახეთ, შესაძლოა რომ მუდმივად იწევდეს ეს ადამიანი, არ იყოს ცუდი ადამიანი, მუდმივად იწევდეს რაღაცა საცოდაობის შეგრძნებას, ესე იგი ისეთი მოწყვლადი ადამიანი იყოს, ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ფუჭი, დრო და ენერგია გაწეული, იმიტომ რომ ადამიანის ეს მძიმე კარმა საბოლოო ჯამში მისი ჩართულობის გარეშე არ გადაიჭრება და არ გადაწყდება და თქვენ უბრალოდ ენერგეტიკულ მინუსებში წახვალთ. ეს არის და ეს. გაგისურვებთ თუ არა ნეგატივს ჩაფიქრებული ადამიანი. ნახეთ ესე გამოხატული ნეგატივი ჩემო ძირფასებო აქ არ არის ხვდებით ხო? ნამდვილად ადამიანისთვის შესაძლოა იმედი ხართ, ადამიანი შანსი ხართ ადამიანისთვის, ადამიანი გებღაუჭებათ ხო როგორც იმედს, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები თუ თქვენ ამ ადამიანისთვის სიკეთე გინდათ, მაშინ უნდა გაიგოთ პირველ რიგში თქვენ რომ მის აი ამ მდგომარეობას, რომელშიც ის არის, თუ თავად არ დაამუშავებს, თავად არ გაივლის იმ ტრანსფორმაციულ კორიდორს და არ დაშლის საკუთარ თავს მარტივ მომრავლებად და შემდგომ ხელთავიდან არ აწყობს, ხომ? აქ არის გლობალური ცვლილებები საჭირო იმისთვის, რომ ეს კარმული პროგრამა ძალიან ნეგატიური ადამიანმა გადაწეროს. მიხვდით ხომ? ამიტომ ცუც არ გისურვებთ ნამდვილად ადამიანი. პირველი ვარიანტისგან განსხვავებით ის ჩუმჩუმელა ის არის ხო, მაგრამ ცუც არ გისურვებთ. მისთვის იმედი ხართ, იმედის ვარსკვლავი ხართ, გასაგებია, მაგრამ ეს არის უბრალოდ პრობლემა, რომელსაც უბრალოდ რაღაცნაირად ესე ქვიშას აყრით ხო ზემოდან ასწორებთ, მაგრამ შიგნით კატასტროფა ხდება. ეს კატასტროფა ამოდის ისევ ზემოთ, მე ისევ ასწორებთ ამას ხო დროებით ილუზია რომ ყველაფერი კარგად არის და დაახლოებით ეს შემიძლია გითხრათ, ამიტომ ცუც არ გისურვებთ, მაგრამ საკუთარ ენერგიას გაუფრთხილდით. და მესამე ვარიანტი ვინც აირჩია ლაბრადორიტი, თქვენ გისურვებთ თუ არა ცუც ჩაფიქრებული ადამიანი, იკავ ერთხების
ტულზე ადამიანს თქვენთან დაკავშირებით რაღაცა ესეთი ფიქრები და გეგმები აქვს. მოდით ვნახოთ, გისურვებთ თუ არა ცუდს ჩაფიქრებული და უარყოფით ჩაფიქრებული ადამიანი არ განიმ თუ არა. ხუთიანების ხმლები. მე ამ ადამიანთან ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ეს არის ადამიანი თავისი სამყაროთი, თავისი სიმართლით და თავისი მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა ტარაკნებით თავში, ხო? ნახეთ ადამიანი რა უნდა ამ ადამიანს? ნახეთ მეგობრებო, რეალურად ეს ადამიანი ფიქრობს რაღაცების შეცვლას თქვენთან მიმართებაში. გულისხმობ უფრო თუ ახლა რაღაცა გაჩერება და სტაგნაცია იყო თქვენს ურთიერთობაში, ადამიანი ფიქრობს რაიმენაირად დაგიახლოვდეთ. მაგრამ დაგიახლოვდეთ არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც ტრაფეის, რომელსაც დიდი ფასი აქვს, მიხვდით ხომ? ჯერ ერთი ეს ადამიანი რაღაცნაირად კარმული სცენარი თითქოს ამ ადამიანთან ბოლომდე დასრულებული არ არის. ან თქვენ არ ყავთ ეს ადამიანი ბოლომდე გაშვებული, ან იმ ადამიანს არ ყავხართ ბოლომდე გაშვებული. ეს არის ძალიან შერეული ემოციები და შეგრძნებები. ვერ გეტყვით, რომ აი ესე ცუდს გისურვებთ და გწყევლით, ანუ ეს არ არის, მაგრამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი სიბრაზე და სხვათა შორის შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ ადამიანი რაღაცეებში გადანაშაულებდეთ თქვენ. მიხვდით ხომ? ადამიანი გადანაშაულებდეთ თქვენ. როგორ გხედავთ ეს ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? პენტაკლების დედოფალი. ხო, ну რაღაცა არის თქვენ შორის შავმა კატამ გაირბინაო, ხო, როგორც იტყვიან, იმიტომ რომ ადამიანს უნდა თქვენამდე მოსვლა, მაგრამ არის ძალიან დიდი წინაღობა, არის ძალიან დიდი ბორკილი. ადამიანი გაბრაზებული აქვს. ერთადერთი რა შემიძლია იცით გითხრათ გაბრაზებულ ადამიანზე, რომ აი ნაზლო როგორც იტყვიან, ხო, სიბრაზის ფონზე შეუძლია გული გატკინოთ, რაღაცა ცუდად გიჩხვლიტოთ, გიკმინოთ. მეგხვდით ხომ, იმიტომ რომ თვითონ არის ძალიან გულნატკენი და გულ დათუთქული ხო თქვენთან მიმართებაში. და რეალურად ხო, იცი რა არის, აქვს თუ არა, რაიმე გისურვებთ თუ არა ნეგატივს. ფორტუნას ბორბალი. ადამიანი შორიდან შორიდან აკვირდება თქვენს ცხოვრებას შორიდან. ადამიანს ძალიან დიდი სიბრაზე აქვს მისამე ვარიანტი. ძალიან დიდი უკმაყოფილება და ძალიან დიდი სიბრაზე აქვს თქვენთან მიმართებაში. უდიდესი უკმაყოფილება და უდიდესი სიბრაზე აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში. ეს ცი როგორი რაღაც არის, თან მიყვარხარ და თან მეზიზღები, ხო, ეს რაღაც იმდენად და მე არ მომწონს თვარე და ხუთიანების ხმლები, იმიტომ რომ ადამიანი შესაძლებელია განიცდიდა ძალიან ისეთ მტკივნეულ ემოციებს თქვენთან მიმართებაში. ძალიან მტკივნეულ ემოციებს თქვენთან თან არ უნდა რომ გამოტყდეს ამ ყველაფერში. ნახეთ, როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, მოდი ესე შევხედოთ. იმიტომ რომ რაღაც თავში აქვს აზრები, რომ იცი რა, იქნებ მაგრამ მე არ გერჩევდით აქ ურთიერთობების აღდგენას, ან თუ არ ხართ დაშორებულები, გერჩევთ რომ იმაზე მეტად არ შემოუშვათ და პირიქით რაღაცა მიჯნა გაავლოთ, იმიტომ რომ ნახეთ, ძირფასო მესამე ვარიანტო ადამიანს უნდა რომ თავიდან ბოლომდე გფლობდეთ.
მივხვდით ხომ და ეს არ არის ჩანსაღი. დატოვეთ რაღაცა თქვენი, სადაც ყველაფერს ნუ მოუყვებით ადამიანს ბოლომდე ნუ გაეშლებთ, იმიტომ რომ მე შეიძლება წინ დაგხვდეთ. უნდა უფრთხოდეთ ამ ადამიანს მესამე ვარიანტი. ორიანების ხმლები. კი, უნდა უფრთხოდეთ ამ ადამიანს აუცილებლად. ეს ადამიანი რაღაცა მომენცელოდება იმისთვის, რომ რაღაცა მისთვის არსებული სიმართლე დადგეს, მოდი ასე ვთქვათ და ყველას მიეზღოს ის, რაც უნდა მიეზღოს, ხო? გეშინოდეთ ამ ადამიანის. ნახეთ ძვირფასებო, უმჯობესია რომ თქვენგან შორს ამყოფოთ ეს ადამიანი. უმჯობესია, იმიტომ რომ ის თუ რაღაცები ან რაღაცა ერთხელ ვერ შედგა თქვენ შორის, ხო, უნდა მიხვდეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად არ ფიქრობს, რომ დამნაშავეა, ნამდვილად არა, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ სიბრაზეს ატარებს თქვენთან მიმართებაში და ნებისმიერ მომენტში თქო ერთი შემიძლია გითხრათ, რომ თუ კი რაიმე ნეგატივი ან ცუდი ან რაღაცა ცუდი არის სიბრაზე გამოუშვა თქვენთან მიმართებაში ბუმერანგიც მომენტალურად იწყებს ამოქმედებას. საინტერესოა მესამე ვარიანტი. რა სურს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში? რაღაცა ის შანსი, რომ ისევ მოხდეს გაერთიანება, შანსი, რომ ადამიანმა შემოგთავაზოთ თავისი თავი, ადამიანი ელოდება გარკვეულ კარმულ სცენარს. ადამიანი ელოდება დროს და მომენტს, რომ ისევ თქვენი გზები გადაიკვეთება ერთმანეთთან. ან კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. მოკლედ, მეგობრებო, ადამიანს ძალიან ესეთი ცოტა არაჯანსაღი სურვილი აქვს, რომ ბოლომდე თქვენ დათრგუნოს თქვენი პიროვნება ყველანაირად მოიცვას და არ მისცეთ ადამიანს ამის საშუალება ძალიან ინანებთ. თუ აი მოდი კითხვა დავსვათ, თუ ამ ადამიანთან აღადგენთ ურთიერთობას ან უფრო მეტად ახლოს შემოუშვებთ, რას მიიღებთ ამ შემთხვევაში? არკანი ისევ ჩატრიალებული შფოთვები, ისევ ჩატრიალებული ნეგატიური შეგრძნებები. მიხვდით ხომ? ისევ იგივე სცენარი, აბსოლუტურად ისევ იგივე სცენარი. აბსოლუტურად. ნახეთ, ისევ მოხდება ისე, რომ თქვენი გზები დაიყოფა. ნახეთ, თქვენ ეს ამ ურთიერთობიდან უკვე უნდა გაიზარდოთ. თუ არ გაზრდილ ხართ აქამდე, უნდა გაიზარდოთ და თუ უკვე გამოსული ხართ ამ ურთიერთობიდან, არ აქვს მნიშვნელობა მეგობარიანათსავია ყოფილია თუ ვინ არის, ხო? არკანები გეუბნებიან, არ დაბრუნდე ამ ადამიანთან, იმიტომ რომ ისევ ჩათვალე რაღაცა იგივე ნაკვალებზე მოგიწევს ფეხების დადგმა, რაც დამიჯერე ბევრად კიდევ უფრო მეტად არასასიამოვნო იქნება შენთვის. ვიმეორებ ადამიანში ახლა გაუშვით თავის გზაზე, მორჩა და დამთავრდა. ადამიანი გაუშვით თავის გზაზე და ნუ გააფუჭებინებთ თქვენს დაწყობილ და ლამაზ რეალობას, ხო, ნუ გააფუჭებინებთ. ან თუ არა გაქვთ დაწყობილი რამ ლამაზი რეალობა და უფრო ლამაზი გინდათ, მაშინ ნუ გააფუჭებინებთ იმას, რაც გაქვთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, ადამიანი არის მოცული სიბრაზით, ეგოიზმით, ნარცისიზმით და რაღაცის დასაკუთრების უდიდესი სურვილით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ რაღაცა ეგო მოიფხანოს და რაღაცები დაუმტკიცოს საკუთარ თავს მხოლოდ და მხოლოდ, ასე რომ ესე ცუდს გისურვებთ, ესე არ არის, მაგრამ სასაშინლოდ ბრაზობს თქვენზე. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო სამივე ვარიანტის პასუხები, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.